პირველად საქართველოში ქართულ-ჩინური კოპროდუქცია მარჯანიშვილის თეატრში. 5 და 6 ივლისს გაიმართება გოჩა კაპანაძის მიერ დადგმული სპექტაკლი ჰამლეტი. ეს იქნება ინგლისურენოვანი სპექტაკლი, რომლის პრემიერა ჯერ შანხაის თეატრში იხილა ჩინელმა მაყურებელმა, ახლა ქართულ მაყურებელს ექნება საშუალება იხილოს ქართულ-ჩინური ტანდემი. რეჟისორი გოჩა კაპანაძე შემოგვიერთება ახლა სტუდიაში და რა თქმა უნდა უფრო მეტ დეტალს მოგვიყვება ამ შესანიშნავი პროექტის შესახებ. მობრძანდით ხელოვანო. მობრძანდით ზვიფასო დამდგმელ რეჟისორო. საწყებული ყოფნა არ ყოფნა. სასიამოვნოა ყოველთვის თქვენი ხილვა, არა მხოლოდ აქ, არამედ ცხოვრებაშიც. ჩემთვისაც იგივეა. ძალიან საინტერესო პროექტი არის და მოდი როგორ გაჩნდა ეს იდეა აქედან დავიწყოთ საერთოდ. შანხაიში როგორ მოხდა? ხო, ჯერ შანხაი ამბავი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და აი ეს პროექტი დაიწყო იმით, რომ შანხაიში არის ქართველი მსახიობი, პროდიუსერი, ძალიან კარგი ადამიანი, რომელსაც დაებადა ეს იდეა, ეს არის თემურ ძოწენიძე, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტის დამთავრებულია, ჩვენ უნივერსიტეტია და სულ მიჭირს ხოლმე ჩვენც ინსტიტუტს ვეძახით. ინსტიტუტ დამთავრებული, კი. ნუ შესანიშნავი კარგი მსახიობი, შემდგომ რამდენიმე წელი იყო ცხინვალის თეატრის მსახიობი და შემდგომ გაცვლითი პროგრამით წავიდა ჩინეთში, პეკინის უნივერსიტეტში სამსახიობო ესეთი კურსების კიდევ ამაღლებლად თუ როგორც არის კვალიფიკაციის დაამთავრა, მაგისტრატურას დაამთავრა და დამიკავშირდა ჩემი ყოფილი სტუდენტია, ჩამოვიდა თბილისში, საუბრობდით მომავლის გეგმებზე და ყოფნა არ ყოფნაზე. ყოფნა არ ყოფნა ჯერ არ იყო გადაწყვეტილი, ჯერ იყო საუბარი, აი რას ფიქრობს, რა გეგმები აქვს შესანიშნავი მეუღლე ყავს მას, ისიც მსახიობია, ჩინელი გოგონა და უცებ მითხარ იქნება რაღაც იქნება დავდგა ნახოთ მეთქი ჯერ არც მიფიქრე ამაზე მე რამოდენიმე ხანში ისევ დამიკავშირე და უკვე ვთხარ რომ მოდი დავდგათ ჰამლეტით და იყო აბსოლუტურად მიუღებლო არც მეტი არც ნაკლები ჰამლეტს იცი რატომ მოდი ესე ვთქვათ რა მსახიობი ხართ თქვენ ადამიანები რომლებიც ხელოვან ხალხთან გაქვთ ურთიერთობა და მოდი ესე ვთქვათ ხო პირველს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მით უმეტეს ესეთ ბაზარზე როგორც არის ჩინური ბაზარი მილიარდ 700 მილიონი მოსახლეობით. ცოტანი არიან ძალიან. ძალიან ცოტანი არიან და არაო, ჰამლეტი ძალიან დიდი პიკიდან არის. მოთხრა ჯობია იქ დაუმარცხდეთ ვიდრე რაღაც ისეთ პატარ-პატარა პიესებზე მეთქი და დიდი ჭიდაობის შემდგომ ის დათანხმდა. ჩვენ აქედან ჩავედით მე და ბატონი ლონგულ მურუსიძე, კოსტუმის სცენოგრაფი, კოსტუმებზე იმუშავა ქეთი იციშვილმა შესანიშნავმა ხატვარმა და ბატონლონგულმა ფანტასტიკური შრომა ჩაატარა, ჩავედით ორი თვე ვიმუშავეთ. და დამარცხების არაფერი ჩანს იცი რა ძალიან დიდი გამარჯვება იყო. მე მსახიობი რომელიც უკვე თავის თავში ამ ყველაფერს იჯერებს და მიდის პროცესში, ჰამლეტი, იცი რა არის, ეს არის პიკი, მწვერვალი სამსახიობო ხელოვნების. აქ იქ დახვდა კიდე მეორე შესანიშნავი ქართველი მსახიობი მიშა იოსელიანი, რომელიც შესანიშნავად ფლობს ინგლისურად, თემა ძალიან კარგად საუბრობს ინგლისურად და რა თქმა უნდა ჩინურად. ეს ძალიან კარგი. აი ეს მაინტერესებდა, იქ როდესაც წავიდა. კასტინგი ჩავატარეთ. არა, მე სულ სხვა რაღაცას ვკითხულობ, ხო? არა, მე იმას ვამბობ, თვითონ მსახიობები იქ რო არის, ინგლისურად რადგან დაიწყო. ვარიანტი იყო, რომ შეიძლება ჩინურადაც დადგმულიყო, იმიტომ რომ მსახიობები ითამაშებდნენ. რა თქმა უნდა. და იცი როგორ ჩვენ ის ვარიანტი, რომელი ადაპტაციაც შევთავაზეთ, თვითონ პიესა ძალიან დიდია მოგეხსენება. ამიტომ შევთავაზეთ უკვე ჩვენეული ვერსია. თუნდაც ის რომ ხა მოდი გავყიდი რომ ფინალს ვამთავრებთ, ყოფნა არ ყოფნით. რაც თქვენ განხილვის თემა იყო დღეს. ეს უკვე მთლიანად კონცეფციას ცვლიდა მთლიანად. შემდგომ იცი როგორ არის რომ ძალიან დიდხანს ვიმუშავეთ, იმიტომ რომ განსხვავდება ძალიან ქართული სამსახიობო სკოლა ჩინურ სამსახიობო სკოლასთან და იცი როგორ ძალიან პედანტები არიან, ძალიან ესეთი აი მომთხოვნები იციან ყოველი მათემატიკურ დონეზე ალაგებენ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ როგორც ყოველთვის ვიცით ხოლმე შეცვლა, იმპროვიზაცია, წინადღის არ მოგწონს, მე უნდა გადაყარო ყველაფერი და ამათან არიან საკმაოდ უჭირთ ეს. იმიტომ რომ მან წავიდა ესე კი არის თქვენ რომ მიდიხართ ხოლმე და მეორე დღეს მე კარგად იქეიფებ დროს გაატარებ, მეორე დღეს მოხვალ და ის მიდის, ფიქრობს, ალაგებს, ინიშნავს, აი როგორც კადრივით მოდის და მეორე დღეს უცებ კაპანაძიან ვიღაც უცვლის იცი რა მარჯვნიდან კი არა და კი არ დაწვევთ. ეხლა თქვენ ამ მონოლოგს კიბეზე აირმეც.
და იბნევა. იმისთვის ამოყირავდა ყველაფერი. Ძალიან. სამყარო შეიცვალა. იცი როგორ არის, ზუსტად 10 დღის შემდეგ მიხვდნენ რა შეიყო საქმე. მიხვდნენ რომ არ გამოვიდოდათ ის ჩინური ეგრეთ წოდებული მათი სკოლა, ვერაფრით ვერ მოვერგებოდი მე და მაგრამ მათთვის არის კიდევ რა არის მთავარი. თქვენთან გადმომდივარ რეჟისორია ძალიან მთავარი. ეს არის აი ღმერთი, მეფე. ერთი სიტყვა რომ აი ეს მინდა ის უნდა გაკეთდეს აკეთებენ. ზედმეტი წინააღმდეგობა? იმიტომ რომ მათთვის ეს გურუ ხარ, რომ შედიხარ, აკი შენ გაქვს უფლება რომ მას რაღაც ასწავლო, უკარნახო, შენ ხარ მისი მასწავლებელი ხდები და ძალიან დამჯერებ, ოღონ ძალიან ბევრ კითხვებს გისვავენ. არ გეგონოს რომ ისე ძალიან ბევრ კითხვებს გისვავენ, რატომ ესე, რატომ, იმიტომ რომ მან ტექსტში კარგად ერკვევიან. ძალიან ნაკითხი ხალხი არიან და ხო იცით, ეს ყველაფერი არ მოდის ისე ჩინური დღეს რომ ბუმია, ყველაფერი ძალიან ცოდნე ადამიანები არიან. ხო, სიღრმეში შედიან და შეკითხვაც უჩნდებათ. აი ეს კასტინგზე მინდა ვიკითხო, იმიტომ რომ როდესაც ჩადიხართ უცხო კულტურის, უცხო სკოლის ხალხში, როგორ უნდა შეარჩიო პერსონაჟები, იმიტომ რომ იყო უზარმაზარი, რანაირად ჩაატარეთ, როგორ მიხვდით რომელი მსახიობის არა მგონია მილიარდ 700 მილიონი მოსული იყო, მაგრამ არა, მე გეტყვი, მაგალითად 900 ოფელია იყო, 1300 სიტყვა თქვა კლავდიუსი იყო, პოლონიუსი. არა, გეტყვით. ვიდეოებს მიგზავნიდნენ თბილისში, სანამ ჩავედი და მიდიოდა მის გაცხრილო, მაგრამ ბოლოს დარჩა საკმაოდ დიდ დახლებ 200-მდე და ეს 200 ვიდეო კიდე ცალკე უნდა რომ შენ კონცეფციას მოარგო. მე მთელი მაგალითად პირველ ვარიანტში რომელსაც დგავდით, იქ მაგალითად გერტრუდა იყო ეგვიპტელი, ამერიკელი, რომელიც ჩინეთში არტისტობდა. ეთნიკურად ეგვიპტელი, ამერიკელი, ჩინეთში მცხოვრები. და ძალიან მაგარი მოდიასწრე შექსპირის მცოდნე და უამრავ კითხვებს სვავდა, იმიტომ რომ მისი გერტრუდა დავშათ ესია და უცებ რეჟისორი უნდა და არა ეს არის სისხლისელი, ეს არის ბოროტი, ეს არის სახელმწიფოს მართველი და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ამიტომ იქ ძალიან ბევრი შრომა ჩატარდა კიდეს სანამ დავიწყებდით რეპეტიციებს. ძალიან დიდი კონკურსი იყო ოფელიაზეც, პოლონიუსეც, გერტრუდაზეც და გილდესენ და როზენეც ყველაფერს. მე რეცი რა იმის გამო რომ ძალიან დიდი კონკურენცია, ყველამ დაკავებულია იქ. ესე არ არის. მარტო შანხაიში ცხოვრობს 28 მილიონი კაცი. შანხაი არის 28 მილიონი ცხოვრობს მარტო ერთ ქალაქში. ეხლა რამდენი თეატრი ჩამოდის მთელი მსოფლიოს თუ კი რამე საუკეთესო. ჩინეთმა გახსნა კარები და შემოდის ევროპული თეატრები, ამერიკული ბროდვეის უამრავი მიუზიკლი და მთელი ტექნიკა როგორ მოძრაობს. შეიძლება გემოვნებაზეც უკვე სერიოზულად დაიკვეხნონ, რომ გემოვნებაც გააჩნიათ უკვე თეატრში. იმიტომ რომ იცი როგორ არის თუ მანამდე დავშათ ჩინური ოპერა ვიცით რა არის ეს ტრადიციული საუკუნეებიდან მოდის, მაგრამ აი ეხლა თანამედროვე, იმიტომ რომ რამდენიმე სპექტაკლი ვნახეთ დაკპატიჟეს პროდიუსერმა ბელა, რომელიც ჩვენ პატრონობდა. წავედით მის სპექტაკლებზეც ვნახეთ, მაგალითად ომი და მშვიდობა ვნახეთ კიდევ ტოლსტოის რა ბევრი ჩამოდის მსოფლიო, რომ მათ ნახონ რომ ეს მარტო ჩინური კულტურა არ კიდე სხვა კულტურა. აი ხა რომ მოვასწროთ გოჩა საერთოდ დროში გადმოვიდეთ თბილისში პრემიერაზე. ეს დადგმა რაც შანხაიში დაიდგა გადმოდის თბილისში. თემოს ძოწენიძეს რომ თავროს სამშობლოს ჰამლეტს უნდა რომ ეს ყოფილიყო ერთობლივი და რა თქმა უნდა ინგლისურენოვანი. ამიტომ კიდე მათ სხვა სპეციფიკა იყო, ყავდა პედაგოგები და ასე შემდეგ. ნუ გაკეთდა ეს სპექტაკლი, ვფიქრობ რომ საინტერესო პროექტი გამოვიდა, პირველად გაკეთდა და თემამ გააკეთა ესეთი კომპანია, რომელიც იწვევს უკვე ქართულ რეჟისორებს, ქართულ მსახიობებს, ძალიან ბევრი გამოფენა ექნებათ, ძალიან საქმიანი ადამიანი და ძალიან კარგი რამოდენიმე ქართველის. მოკლედ ვიტყვი რომ შუა პრემიერის წინ რომ დამთავრდა მოვიდა ერთი გოგონა და მეუბნება გამარჯობა ქართველები, ვიცი მივხვდი რომ ქართველები. ნუ კაპანაძე ვარ. მე ვთქარ შვილ მილიარდ 700 მილიონი ქვეყანაში სადმოძე ჭიათურელი, რომელიც იქ ანუ ესეთი რაც შეეხება თბილისურ პრემიერას. თბილისურ პრემიერა გაიმართება მარჯანიშვილის თეატრში 5 ივლისს და იქნება ვფიქრობ საინტერესო ქართველი მაყურებლისთვის, იმიტომ რომ სრულად არის გადმოტანილი ის წელს შანხაის თეატრში დაიდგა. რა თქმა უნდა, ოღონდ რამოდენიმე ახალი მსახიობია შესული და ეს ჩემთვისაც რამოდენიმე თქვა ესე ყავს ვიდეოთი ნანახი და ამიტომ რეპეტიციებს უკვე დღეს გვიან ჩამოვიდა
მოვიდნენ და ამიტომ ხვალდან უკვე მარჯანიშვილის თეატრში დაიწყება ჩვენი ფორიაკი, რასაც ვქებთ, ფრენა საკმაოდ დიდი დრო მიაქვს, 12 საათიანი ფრენა და ამიტომ ახლა დავიწყებთ. ვფიქრობ, რომ საინტერესო ექსპერიმენტი არ არის, ეს არის საინტერესო ინტერპრეტირება შექსპირის. ეს არ არის აბსოლუტურად განსხვავებული და რატომ არის განსხვავებული? არის კორპროდუქცია ქართველი, რომლებიც ძალიან კარგი ინგლისურით საუბრობენ, თამაშობენ შექსპირს, ჩინურ ტექნიკასთან, ჩინურ სამსახიობო სკოლასთან შეერთება და ნუ ჩემს მიერ განხორციელებული ლონგულ მურუსიძე კიდევ ერთხელ ვიტყვი მხატვარი და ვიტყოდი რომ დავამთავროთ ძალიან კარგად რამოდენიმე კარგი თემა მუსიკალური, მათ შორის ბატონი ვაჟა აზარაშვილის მუსიკაც ჰქონდა და რაღაც ვარიანტები და არის კიდევ ახალგაზრდა კომპოზიტორი ალექსანდრე თედიაშვილი, რომელიც კორპორაციულად ამაში რაღაცა გაგაერთიანდა და ვფიქრობთ რომ საინტერესო. აი რაღაც სცენები ჩანს და მე მგონი ძალიან საინტერესო გადაწყვეტაა სარეჟისორო კუთხით. ფინალური ერთ-ერთი აი აჩრდილი როცა უკვე დუელი იწყება, ფინალური დუელი. აჰა. საინტერესო ადრევიდან დუოთ შესანიშნავია მე მოგონი უკეთესია ცოცხალი ცოცხალი უკვე მარჯანიშვილის სცენაზე ეს არის როზენკრანცი ეს არის უკვე ჰამლეტის ბოლო მონოლოგი დანარჩენი უკვე 5 და 6 ივლისს. კი ბატონო, მარჯანიშვილის მარჯანიშვილის თეატრს მინდა მადლობა უთხრა, რომ დაგვითმო სცენა და ვფიქრობ, რომ შემდგომ მათი ურთიერთობა კიდე გაგრძელდება. შესანიშნავი ნოუ-ჰაუს მონსტრები ვართ, ანუ ამ თვალსაზრისით კოლაბორაციით ქართულ-ჩინურის ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან გამხარდა, რომ ასეთი რაღაც მოხდა და რა თქმა უნდა, მოჩას მოსდა ჩვენთან და ყოველთვის წარმატება ყველას. უღრესი მადლობა. წარმატებები. მადლობა.